ალეპოში ისევ ისროლეს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ამბოხებულების ევაკუაცია ამ დრომდე შეწყვეტილია. ასადის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ამბოხებულებს ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მთელ პასუხისმგებლობას პრეზიდენტის მომხრე დაჯგუფებებს აკისრებს. ბოლო მონაცემებით 40,000-მდე ადამიანი ქალაქიდან გასვლას ისევ ვერ ახერხებს. დღემდე ერთმანეთს დაკარგულად თვლიდნენ. ამ ადამიანებმა ევაკუაციის პუნქტთან აღმოაჩინეს, რომ ომს ორივე გადაურჩა. აქ მყოფ ადამიანებს უხარიათ, რომ საკუთარ ქალაქს ტოვებენ. არ ვართ დამწუხრებულები იმის გამო, რომ ალეპოს ვტოვებთ. ხანდახან იგებ, ხანდახან აგებ. მთელი მსოფლიო დღეს ჩვენზე საუბრობს. ეს ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ ალეპოში ძალიან მალე დაბრუნდებიან. მე ჯარისკაცი ვარ, იმის გამო, რომ ოჯახის წევრები გადამერჩინა წამოვედი. მე არ ჩავბარებულ ვარ ასაც. უფლის წინაშე მაქვს დადებული პირობა, რომ იქ აუცილებლად დავბრუნდები. ევაკუაცია დღეს დილით დაიწყო. ალეპოში დარჩენილი ადამიანების ქალაქიდან გამოსაყვანად მობილიზებული იყო მწვანე ავტობუსები. დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქი 6,000 ადამიანმა დატოვა, მათ შორის ათასობით მებრძოლმაც. თუმცა დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევაკუაცია შეწყდა, რადგან ალეპოში ისევ ისმოდა სროლის ხმა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სირიელი ამბოხებულები ამბობენ, რომ პირობა ასადის მომხრე შიიტურმა დაჯგუფებებმა დაარღვიეს. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სროლა ოპოზიციამ დაიწყო. ალეპოდან გამოყვანილი ადამიანები დღეს ძირითადად სირიის ქალაქ იდლიბში ჩაყავდათ. ამ პროცესში გაერო და წითელი ჯვარი მონაწილეობდა. დღის მეორე ნახევარში იდლიბის ავადმყოფოებში ადგილები აღარ იყო. რამდენიმე ადამიანი თურქეთის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა რა ბედიელით ამ ადამიანებს უცნობია. გაეროს წარმომადგენელი სირიაში სტეფან დე მისტურა ამბობს, რომ თუ უახლოეს დღეებში პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, იდლიბი მომდევნო ალეპო გახდება. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე გაკეთდა დღეს განცხადება ანკარაშიც. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტაა. აუცილებელია, რომ ცეცხლი შეწყდეს მთელ ქვეყანაში. ამისთვის აუცილებელია მოლაპარაკების პროცესის დაწყება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. მეორეს მხრივ, რაზე უნდა ელაპარაკო ასადის მთავრობას 600,000 ადამიანის მკვლელობის შემდეგ, მაგრამ თვლით, რომ ქვეყნის მომავალზე ორივე მხარემ უნდა ელაპარაკოს და ეს სავარაუდო ჟენევაში მოხდება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დღეს ალეპოს ტოვებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად. ეს თურქეთის ტერიტორიაა, რომელიც სირიას ჩრდილოეთით ესაზღვრება. ეს კარვები წითელი ჯვრისა და გაეროს მხარდაჭერით სირიიდან დევნილი ადამიანებისთვის მონტაჟდება. მათთვისაც იდლიბში დარჩენის სურვილი არ ექნება ამ კარვებში განათავსებენ. მანამდე ვიდრე სირიაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.